თუ რიტორიკულ კითხვას არ მისვამთ, გაგცემთ პასუხს. არა, თუ მართლა გაინტერესებს. ის არის ფაშიზმი ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ ეთნიკურად ჩვენ ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, უბრალოდ სეპარატისტების მხარდაჭერა. ის არის ფაშიზმი, რომლის შედეგადაც 9 მილიონამდე ქართველი იქნა გამოდენილი თავისი სახლიდან და ეს არის ერთი კატასტროფა, ხო? ერთი ტრაგედია. და ის რაც ხდება დანარჩენ საქართველოში 70 წლის განმავლობაში, მე ვგულისხმობ 5,5 მილიონიდან 3,5 მილიონამდე ჩვენი მოსახლეობის შემცირებას. სიღატაკის ზღვარს მიღმა 1%-ზე ნაკლები რო იყო, ეხლა 20% არის. მე ვგულისხმობ უვალებოდ რო ვიყავით აბსოლუტურ ამოხრჩობას გაუსაძლის ვალებში ჩვენი მოსახლეობის. განათლების სისტემა რო ასე თუ ისე მდიდარი და გამართული ქონდა, რომ თითქმის განადგურებულია და 1500 ქარხანა რო ქონდა, სულ რამოდენიმე რო დაგვრჩა და ყველაფერს რასაც ჩვენ მოვიხმართ ამ ქვეყანაში არის შემოტანილი და ნაყიდი ვალში, აი შეხედეთ რაც გაცვიათ, შეხედეთ რაც დგას ამ სტუდიაში, შეხედეთ რაც გვიღებს და კითხეთ თქვენ თავს, რა არის ამ ყველაფრიდან საქართველოში დაწარმოები. მე გეტყვით თქვენ, მარტო ჯვარი რომელიც მე მკიდია. სხვა ყველაფერი რუსთავი 2-ის აპარატურის ჩათვლით არის ნაყიდი კრედიტში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იხჩობა. ამიტომ თქვენ თუ მე მკითხავთ, რომელი უფრო დიდი ტრაგედია, მე გიპასუხებ, ორივე კატასტროფაა. და მიზეზი რატომაც ხარ ესეთ განვითარების რთულ პერიოდში, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ კრემლის პოლიტიკა იყო, საქართველოს განვითარების ხელისშემშელი პოლიტიკა. ერთ-ერთი, ძალიან სწორად, მაგრამ არა ერთადერთი. თავარი არის, რომ ჩვენ, როგორც ქართველებმა, ჩვენი უტვინო და გამყიდველი ხშირად ეგრეთ წოდებული ელიტის წყალობით ვერ შევძელით უექცია საქართველო არა პოლიგონად სუპერ სახელმწიფოების კოლიზიისა, საქართველოს ერთმანეთში გაგლეჯისა, არამედ უაზისად მათი თანამშრომლობისა. ამაში ჩვენ შეგვიძლია თქვა რამდენი არის ჩვენი ბრალი, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი იყო ის შეცდომები, რომლებიც ჩვენ დავუშვით, როდესაც ძალადობრივი გზით დავამხეთ. მოგწონდა ის თუ არ მოგწონდა, პირველი ეროვნული დემოკრატიულად არჩევნული ქართველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მე ვაწამეთ ის მოუყავით, ვაბრალეთ რომ თავი მოიკლავ. დღემდე არ გამოვიძიეთ რა მოხდა და დავაყენეთ კარუსელი არალეგიტიმური გამყიდველი მთავრობებისა, რომლებიც მხოლოდ თავისი ჯიბის გასქელების და თავისი ჩინოვნიკების გამდიდრების ინტერესებით იყვნენ დაკავებული და შედეგის სახეზეა და ბოლოს ირაკლი აირისი თქვაც მინდოდა და რაც დამავიწყდა. ამავე 30 წლიან პერიოდში ჩვენ მოვკალით ჩვენი ხელით 1,5 მილიონი ბავშვი დედის საშოში. საშუალოდ საქართველოში ამ წლებში კეთდება 40-დან 60,000 აბორტამდე. მე კიდევ კონსერვატიულ შეფასებას გაძლევთ. გადაამრავლეთ ეს 30 წელიწადზე და მინიმუმ 1,5 მილიონი ბავშვით მეტი გვეყოლებოდა, ეს რომ არ გვეკეთებინა. ვიღაცა ლიბერალი დაარქმევს ამას ქალის არჩევას, მე დავარქმევ ამას ადამიანის მკვლელობას, რომელიც არის შედეგი იმ ლიბერალური პროპაგანდისა, რომელიც ეთნოციდს გვიტარებს ნარკოტიკებში, აზარტულ თამაშებში, გარყვნილებაში და აგებია თქვენი პოზიცია. რუსული თემა რომ დავამთავროთ. ლევან ვასაძეს რუსეთში ბიზნესი აქვს. მე დღეს გავეცი ამ კითხვას. პრესკონფერენცია ჩვენი ტელემოყურებელი არ დაესწრო და ამიტომ მე მაქვს წილი მაღაზიების ქსელში, რომელიც არის ზოო მაღაზიები და აი ამ გადაწყვეტილების მერე მე ვაპირებ რომ გავყიდო ეს წილი, რათა აღარ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ჩემს ბიზნესთან.